გამარჯობა. ჩვენი ანუ სტაშით იყო მერიკო ისეთ რაღაცებს თავაზობდა და ესევე გრძელდება ჩვენი გადაცემა. მერიკო დაცხე, აბა ეხლა კი დაგვიანოს სულ შემადგენლობაში ვართ, კარგია, ყველანი აქ ვართ, დარჩით აქ და ისწავლეთ 5 წუთიანი ხაჭაპური, რომელიც მართლა ძალიან მარტივია. ხაჭაპური კიდევ ერთხელ, ანუ არ გადახვიდე იქეთ თქო. კიდევ ერთხელ ხაჭაპური პირობითად დავარქვი, არ არის ხაჭაპური და ორი სიტყვით გეტყვით როგორ მოვიდა ინსპირაცია. მოკეთ ჩემმა თანამშრომლმა თამუნამ გადაწყვიტა რომ თავის დაბადების დღეზე წავსულიყავით ცხენებით ტურზე, რაღაც ტურზე ბეთანიის მაღლარი, ესეთი ლამაზი. ეხა 3 დღის წინ. ხო, ღვები გაგიგიათ სოფელი? არა. ეგეც სოფელია ღვები, მოკეთ ბეთანიასო გაცდები იქ უნდა იარო, გადახვიდე, გადმოხვიდე და არის ულამაზესი ადგილი, რაღაც გაშლი დიდი მდელო და მთები და ცხენების თავლაა. ფანტასტიკური ცხენები, ბევრი ძალიან, ნუ საოცარი ადგილია მართლა. და სანამ ნუ ამ ცხენებზე დავჯექით და სანამ სხვა ცხენებზეც გავგიჟდი ისე მომეწონა. მე რომ მქონდა ამოცული სიგნალში გეცხენი არის. არა, აჭენებდნენ, მაგრა ძალიან ჭკვიანი ცხენები იყო. და იქ მეზობელმა გადმოგვიტანა, ჩვენმა მასპინძელმა რატი მოგვართვა რაღაცა, გითხრა რომ ესო მეზობელმა გამოგიგზავნოთ და 5 წუთიანი ხაჭაპურები არისო. ვა, მეთქი თვითონ სად არის რომ რეცეპტი გითხრა სასტრაფოდ. ნუ არ გამოჩნდა ეს ქალი ატომღაც, მხოლოდ ხაჭაპური მოგვართვა. იყო ძალიან გემრიელი. ნუ მივხვდით როგორ კეთდებოდა, ხო არ არის არანაირი ის არ არის რაღაც ფილოსოფია ამის გაკეთება, ძალიან მარტივია და რადგან ისიც 5 წუთიან ხაჭაპურს ეძახდა, მეც ძალიან მომეწონა ეს სახელი და მინდა შემოგთავაზოთ, ზუსტად 5 წუთი ჭირდება დაინიშნოთ. კარგი და რომ დაასწრო 20 წუთიანი გაკეთო. აი ნახე როგორ მზადდება, შიგთავს ფაქტურად არა. ეს იყო მხოლოდ ყველით. აი ეხავე დაიწყე საათის 10-ლა თუ. 10-ლა დაიწყე. გჭირდება მაწონი, ცოტა. კვერცხი, ყველი, აუცილებლად და ფქვი. ეს გარანტია და როგორ მოასწრო? ჩართე. დავიწყოთ მაწონით და კვერცხით, ხო? მაწონი. კვერცხი, 1 ცალი. ამას თქვიფავ. მაწონი რამდენი ჩააყარა? 1 კილო მქონდა მთლიანად ჩასხმული და დაახლოებით 9 აი რამდენიც დამჭირდება, მე შეიძლება დავამატო ნახო. ცოტა მარილი მინდა ბაიკო. ცოტა და სოდა ცოტა. ერთადე. აი სოდა აგერ მაგ. სოდა. ყველი. პირდაპირ კუთხე. ბევრი ყველი არ დაგენანოთ. გახიხილი იმერული? გახიხილი იმერული და გახიხილი სულგუნიც მაგ და ორივეს ერთმანეთში ავურებ. მოკლედ რაც გაქვთ ის გახეხეთ და იჩაყარეთ. ერთწყობი მოადგა და გადაისრუტა. შია, ყველა შია დღეს და მე ძალიან მიხარია. ესეთი ხაჭაპური ყველას ხშია. ისეთია მარტივი. აი, უცებ პარასკევს როცა არ გშიოდა? ჰა? რომ მე პარასკევი რომელიმე გახსოვს? ხო, მაგრამ დღეს რაღაცა განსაკუთრებული. განსაკუთრებული. ზარმაცი ხარშულიკები, ვიცით, ეხლა ძიმა ისეთი იოლ რაღაცას აკეთებს მართლა. რომ დაიმახსოვრე, შეიძლება აი სახში რაღაც ფურორი მოახდინო. ერთი კვერცხი, ერთი პატარა ჭიქა მაწონი, ცოტა კიდე მინდა მაწონი. ხო. იმიტომ რომ ისეთი მასა გახდა. ნუ კარგი, მაშინ ერთი დიდი ჭიქა მაწონი, ერთი კვერცხი, ცოტა მარილი სოდა და რა თქმა უნდა ყველი რანაირიც გაქვთ, ჩახეხეთ იმერული სულუგანი, შეგიძლიათ აურიოთ ერთმანეთში. ცოტა ზეთი. მე მინდა მაგას მე ვიზავ. ცოტა ზეთი და მოდი მე ფულს ჩაგიხდი. რასა? ქვილი. თვალი თუ ჩხარა გაგვი. ეს მომეწონა, იმიტომ რომ მე ფქულთან ურთიერთობა მაინდა-მაინც არ მიყვარს მოგეხსენებაში. არც მე ბაი. 2 წუთი გავიდა. კარგი. გავიდა და გავიდა. გავიდა და გავიდა. მიდი ბაიკო, მიდი. კვერცხი ბოდიში ვერ დავინახე მე, სილით იყო? კი. ძალიან კვერცხი იყო. ვიმეორებ ერთი კვერცხი, ერთი დიდი ჭიქა მაწონი. დიახ. აი, კარგად ეს გამოვურიოთ. ყველი რანაირიც გაქვთ, ჩახეხეთ, მიხეხეთ, მოხეხეთ. რანაირიც გაქვთ, მე მგონი, კარგი იმერული. ნუ კარგი. ყველი აუცილებლად კარგი უნდა იყოს. თუ არ გენანებათ, რა თქმა უნდა, გადასარევი იქნება. კუჩი ჩადის მაინც. ცოტა სოდა, ციყვი მარილი. ამას ცოტა ფქვილი უნდა. ცოტა ფქვილი უნდა კი. ჩამიყარა. ანუ მასა ისეთი უნდა გამოვიდეს. სქელი უნდა იყოს, არ უნდა იყოს ძალიან ხელი, მაგრამ ხო, ესე, აი, მაგარია. ანუ შიგთავს ისეთ სამის ცალ-ცალკე მზადება არ მოიცა ბევრი ხარ მომივიდა. არა. ფქვილი. რაღაცა ბევრია. არ არის ბევრი. არავი, ბევრი არ არის ხალხო. არ არის ბევრი ხალხო, ხელით გძნო. განთქმული მცხოვრები ვართ მე და დიმიტრი ხალხ. რა საგვირელია ეს? აი. არ არის ბევრი. ბევრია. აუ მერიკო. 3 წუთი გავიდა. აი მოკიდე ხელი არ არის ბევრი. არ არის. კი. აუ შენ ცოტა წყალი? ხალ გავიდი რა. ეს უნდა იყოს როგორი მასა, იცი? აი მთლად ალადებივით თხელი არა, მაგრამ ისეთი. შუაში. ხო, შუაში უნდა იყოს, არ უნდა იყოს. ნახევარი გავიდა.
ეხლა ვცდილობ გამოვიცნო გემო. რა თქმა უნდა ალბათ გავს ხაჭაპურისას, მაგრამ რაღაცა სხვა კონსისტენცია აქვს. ახლოს იქნება შემწვარი ფაქტიურად მეტი ყველია ვიდრე მაინც ისა. პირდაპირ ურთიერთობაში შეტაფასთ. კარგი. მოდი, ეხლა ესე რომ დავტოვოთ, რომ მგონი ცოტა მოსაწყენი იქნება მაინც და ამიტომ შევურევ რაღაცეებს და ეს რაღაცეები რა იქნება? ძირითადი რეცეპტი არის ეგ და ეხლა უკვე ხო, ეს არის ძირითადი რეცეპტი. ეს უნდა ამოიღო დადო ტაფაზე, გადმოატრიალო და მზად არის. მაგრამ ადუატრიალდება და კი. დიმიტრი. კაი. ეხლა რამდენიმე სახეობას გავაკეთებ. ნახეთ, ერთი იქნება ისპანახით. ყოჩა, მერიკო, ყოჩა. კარგია. აი ესე ჩავჭრი. ეგ ძალიან არ გახურდეს ეგ ტაფა. გადაწეულია ბოძი. ეს გაგიბრელო ცოტა აქა? არა, ამას დავასხავ ტაფაზე ეგრევე. დრო. აურე. ის გადავიდა იმპროვიზაციაზე ხა ვეღარ ვთვლი. სუსტად 55 წამი დაგჭა მერიკო. არა ხო დარწმუნებული ვარ ზიანო ეს არის ვარიაციები მაყურებელსაც დანიშნული აქვს დრო. ხაჭაპურიტოს თემაზე. რაღა დაგიმალდა 20 წამი დარჩა. კარგი, ნუ ხართ ინტრიგნები, პირობით იმიტომ რომ ისე გაგვიმეორე სამჯერ. არა, მე გეტყვი, მერიკო, იცი როგორ ეს არის პირდაპირ ეთერი. გავიგე და ხსნი. როცა არ ახსნი, ჩაეტები 5 წუთში და ეხლა როცა ყვები და გვასწავლი შესაბამისად როცა წელება არ არის ეგრე. ესე იგი თუ შავისგან გადაფარებულია მარტო ტაფასთან გეხა და აგერე რა თქმა უნდა შეიძლება ჩაეტიო. რა თქმა, დიმაი რო ჩუნდება ეგრევე ეთერი გადის წამებში. ეხა ამას ესე ამო მომისუნთქე ვიდეო რა გჭირ. და მივცემთ ფორმას. სასურველია მრგვალი იყოს ფორმა. რადგან ხაჭაპურს ვარქმევ და ეს დიმიტრი ეტირა იცი. დაატყლაპუნე ზემოდან ცოტა. და ხო გავათხელოთ. ხო თქვენ რას ხელი იქნება უფრო გემრიელია. უფრო დიდი ზომის იქნება თვალს მოვატყუე. აბა, იმდენი. რას ამბობ ახლა? შენ რა იყო ეს? ვერ მოსწარი დიდი? არ მინახავს. უნდა დავახუროთ. დავახურო დაბალზე ხო არ გვიდგას? პირიქით, არა, ძალიან მაღალზე არ გვინდა, თორე დაგვიწევს ეს რაღაცა რომ დარჩა ეს შიგნით წამა არის ის ეს არა. უმათაც. ეხლა გადავიდეთ მეორე შიგთავსზე, ანუ ეს ხო გამოცხობა გადავატრიალებ და მზად იქნება. ეხლა მეორე გავაკეთოთ სოკოთი. სანამ მეორეს გაკეთებ, ჩვენ პირველს შევჭამთ. შეჭამთ. კი. მეორე გავაკეთოთ მოვერიეთ, კი. სოკოთი. და მესამესთვისაც დავიტოვოთ სოკო. სად არის სოკო? ეს არის ჩვეულებრივი რა გვინდა? სხვა რამისთვის გჭირდება. არაფერი, ბაია, არა, ხო, ცოტა მჭირდება. თან საქმე. კარგი. სოკო არის ხის სოკო, ოდნავ ტაფაზე მოწალული. მე მიყვარს ეს სოკო ძალიან, თორე შეგიძლიათ ჩვეულებრივ ქამა სოკოც. ეს უკვე ხაჭაპურის ამბავში ვეღარ არის. ეს იქნება ძალიან მაგარი. ხაჭაპური საერთოდ მე ეს მაინც ყველის ამბავში უფრო არა ის სოკოც მე მგონია რატომღაც არ ვიცი რომ ხაჭაპური არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საუზმე. ყველაზე ძალიან დილით ჩაისთან მიყვარს ხაჭაპური. თან ცივი. არა. კი, ცივი ხაჭაპური. არა. შეფიცხინებული. მე მიყვარს ცივი ხაჭაპური ცხელ ჩაისთ. თორე ისე ხაჭაპურზე ვგიჟდე ცივი ხაჭაპური. ძალიან მიყვარს და მართლა მაგარია, როდესაც ჯერ უნდა გემრიელს შეხვდები და გადაეყრები. და კიდე მესამე ვარიაციას რითი აკეთებ? მესამე ვარიაციას ვაკეთებ პომიდრებით. აი ნახე დაჭრილი პომიდრები მაქვს. მერიკო, იქნება რაღაცა ყველინე ყველასაა, ხო ესეა ყველი, ყველასაა. ანუ ბაზა არის ერთი და ხო, იგივე. ნუ ბაზა არის. კიდევ ერთხელ გახიხილი ყველი, მაწონი, ცოტა მარილი, კვერცხი ერთი მთლიანი? ერთი მთლიანი კვერცხი, სოდა, აუცილებლად და ფქვილი. რასაც შეიზელს, რომ აი დაახლოებით ეს კონსისტენცია იყოს, არ იყოს ძალიან სქელი, არ იყოს ძალიან თხელი. ეგ ეხლა ღუმელში თუ ეგეც აქ ქურაზე. ყველაფერი ტაფაზე უნდა გამოვაცხოთ. ანუ ეს უნდა დამთავრდეს. კი, ეხა ეს უნდა გადმობრუნდეს. დამანახე. დამანახე ქვემოთ რა შვება? არ ჯერადრია. დიდი ახლა საკმარისი. მე მგონია რომ ცოტა ცომით ხელი. ის არის არ გადაწყდა ტაფამი. იცი რა, ქვილი რომ მეტი იქ რო აგდო და გადმოტრიალო ჰაერ შეფერდა. არა, დაახლოებით ცოტა ხანი ეს მოხმება, აკაც და იმას. კარგი, სოკოებით გადმოვდოთ. და ამას გავუკეთოთ მოდი პამიდრები. ჩაყრია მაშინ. ჰა? ჩაყრია მაშინ პატარა პამიდრები. ხო, პატარა პამიდრები, ეს შეგვიძლია რომ დავდებთ მერეც დავადოთ ესე ლამაზად, მაგრამ ნუ იყოს პარე. დრო გვაქვს და შიგნითვე ჩავდოთ. სულ ახლა უყურებ რა შეიძლება კიდე დაამატო. რაც გინდა. შიგთავსი? ანუ გულსართი თუ შიგთავსი თუ რა. ბეკონიც ძალიან მოუხდება. ძალიან მოუხდება, აი ძალიან. მართალი ხარ. ბეკონი ქვემოთ ხო არ გაუფინოთ და მე არა, იცი ამას ფიქრობდი ხა, ფენოფენო რო ის პროულება. აბა, აბა. აბა.
კარგია. მე მოგოცა მაგრამ გადმოდადიოდი გადმოტრიალებ. ეს ცოტახანი ახლა იყოს აღარ უნდა ესა? აღარ და ხურაღი არ და. თებში უნდა ამას თებში. ხო, თებში უნდა. და მე ჩახრამუნებთ. ჩანგლებსაც მოგცემ. უფ, ჩვენივეც გამოიყურება. თებშები არ გაქვთ სამი ჩანგალი? იცი რა. ჩვენ თანამოჯამეები ვართ, ტაფიდან დავჭრით, ისე შევჭამ. კაი, მაშინ ამაზე დავჭერათ. ჭირდება, რომ შემდეგი დავაცხოთ. გადმოახუშქით მაშინ, ცოტა ხანში. ეს მომეც ბოიკო. მაიმზადე. და მერიკო ამას ზემოდან ნადუღი არ მოუხდება რომ გადმოიღებ. და კიდე კარგი. გვაქვს და გინდა? ძალიან. საწებელი კაი. და აი გვაქვს, თუ გინდა მოსინჯე. მე მგონი ძალიან მინდა. ნადუღი? მაწონიც აქვს. აი რო გადმოვიღებ მე აქ დამიდეკ შემოვაყრო. იქით ხო გავშალოთ. არა, სერიოზულად მაინტერესებს გემო და როგორ რამდენად ადვილი საჭმელი იქნება ხაჭაპურის მთელი კომფორტი ხო ის არის რომ ხელით შეგილია ჭამო ხო? იცი რა, აი ამ ჩემი აზრით ჯობია რომ ესეთი კონსისტენცია კონდეს და რბილი იყოს, უფრო იმიტომ რომ ნაკლები ცომია, უფრო ჰაეროვანი არის. მაგრამ ჭამა დანაჩანგილი. ხო და ჭამა დანაჩანგილს როგორც ავადებს ან ბლინებს შევჭამ. მაგრამ თუ გინდა უფრო ხაჭაპურის კონსისტენცია კონდეს, მაშინ შეგვიძლია აბა. მაშინ შეგვიძლია მეტი ცომი უქნათ, ანუ ფხილი უქნათ და გავაკეთოთ უფრო კი. სქელი. კაი, ფოტოს გადავიღებ, გავალთ რეკლამაზე შევჭამთ ამას და მე მოგიყვებით როგორი იყო და მედია თქვენს გააკეთეთ. და უკვე რეკლამაზე უნდა გავიდეთ. კარგი და მე რეკლამაზე სოკოს გავაკეთე. კარგი, ფოტო გადაიღია ჩიკო. როდის იქნება? დასვა გავამზადე. მომენტალურად? ყველაზე კარგი, გავედით ვაში რეკლამაზე და მალე დავბრუნდებით უკვე მეორე 5 წუთიანი სოკ ხატამური.